მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა არჩევნები 2014. და დღევანდელ სტუმრებს ვიდეო წარგიდგენით, მე მინდა ვთქვა ასეთი რამ. ძალიან ხშირად მეჩხუბებიან, რომ მე ძალიან ცხარე ოპონენტი ვარ დღევანდელ გადაცემაში. იმედი მაქვს, რომ ძალიან მშვიდი ვიქნები, ერთი მიზეზი დღეს დებატებია ჩვენს ეთერში. დღეს გახლავთ კასპის გამგებლობის კანდიდატები ეთერში, რომლებიც თვითონ მიოპონირებენ ერთმანეთთან. მაშინ მე მინდა წარმოგიდგენთ ბატონები მწვანეთა კავშირიდან ძალიან გთხოვთ გათიშეთ ტელეფონი, გადაწყვიტეთ რომ უკვე გამგებელი ხართ. ანგელა წარგადგინოთ თუ წაიკითხავთ ჯერ მესიჯს. არა, უნდა იმას აქვს გამოვთო. ბატონი ქართული ოცნებიდან ბატონი გოჩეკოჩაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბატონი ნუგზარ ნონიაშვილი. ბატონებო, ვიდრე ბატონი გელა დაკავებულია, მოდი დავიწყოთ თქვენით და თქვენ გეძლევათ დრო 2-დან 3 წუთამდე რომ წარადგინოთ თქვენი პროგრამები. ბატონო გზა დავიწყოთ თქვენით. თუ კი გაიმარჯვებთ, მე არ ვსვამ კითხვებს დღევანდელ გადაცემაში წარსულიდან, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ თქვენი რეგიონიდან ვინც ახლა თქვენ გიყურებთ, ძალიან აინტერესებს რას მოუტანთ სასიკეთოს მის რეგიონს რომ მის რაიონს რომ რატომ უნდა მოგცემთ ხმა. გისმენთ? მოგესალმებით. ჩემი გამგებლის არჩევის შემთხვევაში ნუგზარ ნონიაშვილი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატად არჩევის შემთხვევაში ნუგზარ ნონიაშვილი განახორციელებს იმ პროექტებს, რომელი პროექტებიც ესაჭიროება დღეს კასპის მუნიციპალიტეტს. ეს არის პრიორიტეტების მიხედვით გვაქვს ჩვენ ეს პროექტები მომზადებული. საირიგაციო სისტემა, მოგესალმებით რომ საირიგაციო სისტემა მეტად მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობისთვის და არა მარტო სოფლის მოსახლეობისთვის, მათ შორის კასპის, ქალაქ კასპისთვისაც დამოკიდებული არის რიგი სოფლები და რიგი მოსახლეობა სარწყავ წყალზე, რათა პრიორიტეტულად მივუჭოთ იმიტომ, რომ შევქნათ მეტი სამუშაო ადგილი და შევქნათ დოვლათი, ასე ვთქვათ, სოფელში. შემდეგი პრიორიტეტი არის საკანონმდებლო სისტემის მოწესრიგება ქალაქ კასპისში. ჩვენის პერიოდში ეხლა თქვენ ახსენეთ ხარბატონოთი რომ არ შევეხოთ წარსულა ორლების სიტყვით ვერასდროს წარსულს. არა, ეს მე არ ვსვამ კითხვებს წარსულიდან, თორემ თქვენ შეგიძლიათ შეეხოთ წარსულს. ჩვენს პერიოდში 6 წლის განმავლობაში მუშაობდი მე გამგებლის მოადგილედ და რაღაც სასიკეთო საქმეს უკავშირდება ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენი სახელი და უშუალოდ ჩემი გამოცდილება და ჩემი ხელი და ჩემი გონებრივი პოტენციალი კასპის მუნიციპალიტეტში. დაახლოებით 15 სკოლას გაუკეთეთ ჩვენ რეაბილიტაცია, დაახლოებით 40 სოფელს გაუკეთეთ სასმელი წყალი, გაუმჯობესეთ სასმელი წყალი, 15-მდე სოფელს მივაწოდეთ და გაუმჯობესეთ სარწყავი წყალი. ქალაქის უდიდეს ნაწილში შეიცვალა საკანონმდებლო სისტემა და სასმელი წყალი თითქმის დღესდღეობით უკვე დასრულებულია ქალაქის მასშტაბით გულისხმობ ამას. დასრულების სამსახური, რომელიც არსებობდა კასპის მუნიციპალიტეტში, დღესაც ძალიან წარმატებით მუშაობს და ერთ-ერთი კარგი პროექტი არის და უკავშირებ ამასაც ჩვენს გუნდს და ჩვენს სახელს. დამეთანხმებია ჩემი ოპონენტებით. დროს მანიშნებენ რომ ნახევარი წუთი კიდევ გამოიყენეთ და მე კი, არა, რა ვთქვა, ეს არ შეიძლება ხარბატონოთია და თავაზობთ ასევე გზების რეაბილიტაციას, სასმელი წყლის რეაბილიტაციას სოფლებში, საბავშვო დაწყებითი სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაციას. კასპი მოგიხსენებათ რომ ძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა არის, მეტი ნაგებობის დარგვას, მეტი სკვერების მოწყობას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც შეეხება საკუთრებულ მარჩენების ნაგავსაყრელი არის. ჩვენს პრიორიტეტად იყო ჩვენს პერიოდში გადაგვეტანა არჩეული მარჩენების ნაგავსაყრელი, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ დღესდღეობით. ჩვენ გვაქვს დღეში 6 მანქანა საკუთრებულ მარჩენი და დღევანდელობაში შემოდის მცხეთის მუნიციპალიტეტიდან და თუ არ ვთქვი სხვადასხვა მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან 26-25 მანქანა საკუთრებულ მარჩენი. ეკჯერ გავუარესდა ეკოლოგიური კატასტროფა ჩვენს მუნიციპალიტეტში. ეს რა თქმა უნდა არავის არ არის სასურველი. მე მჯერავს რომ ეს გადაწყვეტილება რთული იქნებოდა თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. თუმცა არ არის ეს გვიანი, ყველაფერს აქვს გამოსავალი. გონივრულად შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა. ერთ-ერთ პრიორიტეტად მივიჩნევ მეც, რომ მიეცეს მიმართულება ამ საკუთრებულ ნარჩენების ნაგავსაყრელს, ან გავიდეს გავიტანოთ უფრო მოცილებულ ტერიტორიიდან, ან კიდევ აღარ შემოვიდეს დამატებით სხვა მუნიციპალიტეტების საკუთრებულ ნარჩენი.
ეს არის ჩემი ხედვა, ჩემი პრიორიტეტები და ამას ჩემი არჩევის შემთხვევაში მე პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ ყველაფერს მე შეუძლებელს არაფერს ავარავ, მე არ ვპირდები მოსახლეობას, რომ გავცემ კრედიტებს, არ ვპირდები მოსახლეობას, რომ მოუმატებ პენსიას, არ ვპირდები მოსახლეობას, რომ საჩუქრად გადავწევ მაცივებს და სარისხის მანქანებს, ჩვენ უკვე მოვტყუდით ამით, ჩვენი საზოგადოება უკვე მოვტყუდა ამ ცუდაპირებებით და მე ნამდვილად არ დავაპირდები მოსახლეობას და ჩვენ სამართლოს და ჩვენ საზოგადოებას ისეთ რამეს შეუსრულებას, რომელიც ჩვენს ხელით არ შეუძლებელია ამის შესრულება. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ გექნებათ მე ერთმანეთის კითხვების საშუალება. გისმენთ ბატონო გოჩა. მოგესალმებით მეგობრებო. მე მინდა ჩემი გამგებლობთ არჩევის შემთხვევაში მე მინდა დავასრულოს პროექტები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს კასპიის მუნიციპალიტეტში. ბატონო გზა ნაწილობრივ შეეხო იმ პრობლემებს, რაც არსებობს კასპში და აგიაფეროს მომავალში ამის გაკეთებას ჩვენ ჩემი 9 თვიანი მუშაობის პერიოდში ამ პროექტებს ჩვენ უკვე განხორციელებთ. ეს შეეხება წყლის რეაბილიტაციისა და ირიგაციული სისტემის მოწყობას და რამოდენიმე მილიონიანი პროექტები უკვე ხორციელდება სოფელ მეტეხში, სოფელ ოკამში, ლამისხანა და სხვადასხვა პატარ-პატარა სარეგისტრო სისტემები ხდება ამითი სრული რეაბილიტაცია. ჩვენ კასპიის ტერიტორიაზე ვახდენთ უშუალოდ კასპში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას ამჟამად დავამთავრეთ კავთისხევის თვალადი ეზატის მაგისტრალი ავტო გზა, ხოვლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ამჟამად. გეგმაში უკვე დაიწყება ახალქალაქი ერთაწმინდის ახალქალაქი ნოსტე თელთუბნის გზის რეაბილიტაცია. პირველად კასპიის ისტორიაში მე როგორც ვიცი, ალბათ დამეთანხმებიან მეგობრები, პოსტკომუნისტურ სივრცის მერე ხდება 2 სარწყავი არხის სრული რეაბილიტაცია შავრობის და ახტალის. სამესო ჩვენ გამოყოფილი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტებით 800,000 ლარი, რომლის განხორციელებაც უკვე პროექტი ტენდერი გამოცხადებულია, გამოჭებული ორგანიზაცია გამოცხადებული და დღესდღეობით ხდება ამ ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ რა თქმა უნდა, თუ შეიძლება პასუხს გავცემ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ კასპიის ნაგავსაყრელი ფუნქციონირებდა გარკვეული წლების მანძილზე. კასპიის ტერიტორიაზე ხდებოდა მესი არასათანადოდ მოვლა, აღნიშნულ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით ქალბატონი არსებობს რამოდენიმე ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თქვათ იმ დროის წასული დროის თანამდებობის პირების მიერ არასათანადოდ შესრულებულ სამუშაოს. ბატონო გოჩა დაკონკრეტით. ანუ თქვენ ედავებით ბატონო გოჩა. არა, ნაგავსაყრელთან დაკავშირებით საუბრობ. მე ედავებით. მე იგივე ნაგავსაყრელის პრობლემას წარმოაჩენ სხვანაირად რეალურად რაც არსებობს და როდესაც სახელმწიფო მიხვდა ახალი ხელისუფლება მიხვდა რომ მუნიციპალური დონეზე ვერ ხორციელდებოდა და ვერ განხორციელდებოდა ნაგავსაყრელის მოვლა პატრონობა, ამიტომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შექმნილი იქნა მყარი ნარჩენების კომპანია 100%-იანი სახელმწიფო წილით, რომელმაც აიღო თავის თავზე აღნიშნული ნაგავსაყრელის მოვლა პატრონობა. დღეს მდგომარეობით სატყეო მიწის ფონდის მიწები, სადაც ხორციელდება ნაგავსაყრელის ფუნქციონირება, შემოღობილია დღესდღეობით დგას 2 თანამედროვე ტიპის ავტობულდოზერი, რომელიც ახორციელებს მის მოვლა პატრონობას. რა თქმა უნდა, სასურველი იქნება, რომ ჩვენ ნაგავსაყრელი გავიტანოთ კასპიის იქით, მაგრამ სახელმწიფოს პოლიტიკა არის ისეთი, რომ უნდა მოხდეს ნაგავსაყრელის ოპტიმიზაცია და შემჭიდროება, რომ მისი მოვლა პატრონობა უფრო იქნება. მაგრამ ოპტიმიზაცია არიფებთან. უკაცრავად არიფებთან. მაბატეთ, ერთი დათმობაზე ბატონო. თქვენს დროში ილაპარაკეთ რა. კი ვარტო. ოპტიმიზაციას მე ერთ რამეს გეტყვით, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი მოხდა მუნიციპალიტეტის ჩარევის გარეშე, მოხდა სახელმწიფო ცენტრალიზებული. ეს მოხდა ჩემს ასე ვთქვათ, გამგებლობის პერიოდამდე, ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგევართ, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა. რა უფრო უმჯობესია რომ კასპიის ყოფილიყო ნაგავი, მარტო კასპიის ნაგავი და იმის
არ მოგვევლო იმისთვის თუ სახელმწიფოს აიღო თავის ხელში მოლაპატრონება და უფრო მეტად თქვა სხვა რაიონები და რაც ჩამოსულიყო უფრო მეტსაც გეტყვით პატიცემულებო ჩვენ ახლა მუნიციპალურ დონეზე გადავწყვიტეთ რომ სოფლებიდან გამოგვეტანა მყარი ნარჩენები და არა მარტო კასპის არამედ ჩვენ 17 თვითმმართველი ერთეულიდან ანუ 72 სოფლიდან ვახდენ აღნიშნულ ნაგავსაყრელზე მყარი ნარჩენების შეტანას. ამ შემთხვევაში რა გავაკეთოთ ჩვენ 78 სოფელში გავაკეთოთ ნაგავსაყრელები და ამეთი მოვახდინოთ. ამდენად ჩვენ ოპონენტების საშუალება ეხლა ამჯერად ელაპარაკეთ მოსახლეობას რატომ უნდა მოგცემთ? და ამიტომ უნდა მოგცეს გავუთი ახლა რომ ჩვენ რაც დაწყებული პროექტები ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის კასპელებისთვის, კასპის მუნიციპალიტეტისთვის და აღნიშნული პროექტებს უნდა ბოლომდე მიყვანა. ჩემი გამგებლად არჩევის შემთხვევაში ყველა ეს პროექტი რომელიც დაიწყოს ჩემი 9 თვიანი მოღვაწეობის პერიოდში აუცილებელია რომ მიყვანილ იქნას ბოლომდე. დანარჩენ პროექტებს მე თანატანობით ჩამოგეთვლით კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. გისმენთ ბატონო გია. ჩემსა და ჩემ ოპონენტებს შორის არის ერთი სხვაობა. ჩემი ოპონენტები რაიონის ხელმძღვანელები იყვნენ და არიან. მე არასდროს თანამდებობაზე არ ვყოფილი ვარ კასპში და თუ რამეს ვიტყვი ახლა ეს არის არა ხელმძღვანელის მოვალეობა რომელიც უნდა შეასრულოს ხელმძღვანელმა რა ქვია ეს წყალი იქნება თუ კანალიზაცია არამედ ჩემი პირადი გაკეთებულია ეს ყველაფერი კასპში. ქალაქ კასპში აქეთ მხარე მარიცის მაინც იმან რა ქვია რომელიც თქვენ გიყურებთ კასპის ნაწილმა რა ხო და ესე იგი კასპში წყალი გაცავად. რაბჯანეთ? კასპში წყალი არა ის არა. აქეთ მხარე მეთქი კასპის ნაწილი უყურებს რეალურად ნაწილი არ უყურებს მეთქი რა და აქეთ მხარე არის ის ინფორმირება არის ნაკლები რომ ეხლა რომელიც გიყურებს ამიტომ ბევრმა კასპერმა იცის მაგრამ გავიმეორებ მეთქი ამას რა უხერხული კი ამარა გავიმეორებ. ჯანეთ. ის წყალი კასპში მოდის ის რა ქვია 20000-იან ქალაქში აშენებული არა სახელმწიფოს ფულით არამედ ჩემი და ჩემი მეგობრის მიერ საკუთარი სახსრებით. საინტერესო რამ ჯანეთ. უფრო მეც გეტყვით 7 მილიონი დახარჯეს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა რომ აღაიდან წყალი მოიყვანեն. და ვეუბნებოდი მაშინ და გაზეთები არსებობს ახლა. 7 მილიონი თქვენი ფული. ჩემი კი არა სახელმწიფოს ფული დახარჯეს და წყალი ვერ მოიყვანეს. და ჩვენ მე ჩვენი ფულით მოვიყვანეთ ქალაქში წყალი. ეს ერთი. რომელი წლები ბატონო გელა? როგორა? რომელი წლები ხულდაში? და მე შევიდეთ. ეგ არის 92-93 წლები. იმის შემდეგ რაც წყალი 7 მილიონი კუპონი. არა, საბჭოთა მონეტი დახარჯეს. საბჭოთა მონეტი დახარჯეს, მაშინ 10 კაპიკეროვი და ბენზინი 7 მილიონი დახარჯეს, მაშინ წარმოიდგინე. ვერ მოიყვანეს წყალი, ვერ წარმოვიდგინე, მაინც და მაინც, მაგრამ განაგრძეთ. კი ბატონო. მაგრამ კასპერებმა ეს ყველაფერი იციან, შეიძლება აქეთ სოფლების ცხოვრება ნაკლებად იციან, რა. კარგად მაგისა, საქართველოს ჩამქრალი იყო. მაშინ კასპია იყო აქტიური და ეგრე აცხადებდა ხოლმე ტელევიზორზე, ზაგესელებისა და კასპელების გულისო ტელევიზიებიო. ეგეთი დროც იყო საქართველოში. და მაშინ ელექტროენერგიას მევყიდიდი 7 თეთრად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, იმიტომ რომ დღესა ბატონი ნუგზარის ხელმძღვანელები სააკაშვილი, ბატონი ესე რა ქვია, ღარიბაშვილი, კალაძე, რო ვთქვათ არა, დღეს ელექტროენერგიას ყიდიან დაფასად. თო 11-დან იმათ რა ქვია 18-ამდე ხო? თქვენი პროგრამისგან და მე პოლემიკაში შევიდე. პროგრამაზე აქ ისეთი რამები წერია, რომ თუ ესენი არ გაიგეს ადამიანებმა, რომ ესეთი რაღაცებმა გაკეთებული შეიძლება არც დაიჯერონ, რომ გააკეთებს ამას. არა, ერთი წუთით. თქვენ გძანებთ რომ უშუქობაში, უგაზობაში, რომელსაც ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ მონოპოლად მიიჩნევს, ხო? რომ განათებული საქართველოს დაგვიტოვეს და შეგნით. თქვენ გძანებთ რომ თქვენ ხონდათ ასეთი განათებული, რომ თქვენ მიიყვანეთ წყალი, როგორ არ ახსოვთ? კასპელები ხომ ცხოვრობდნენ მაშინ კასპში. შესაბამისად იმახსოვრებათ. მაგრამ აქეთ სოფლებს არ ახსოვთ მეთქი, ესენი გვაძლევენ ხმას ახლა. დოესი, ხოლე, რა ქვია, ყარაღაჯი, ესენი გიყურებენ ახლა მეთქი, იმიტომ ვთქვით აი. მაშინ დაპირდით მაგ სოფლებს, რომ ამის მერე თქვენ მხოლოდ კასპში. არა, აქ ისეთი რამეები წერია, რომ ამას არავინ არ დაიჯერებს მეთქი, თუ არ იციან, რომ ჯერ რა გამიკეთებია, ხო? სააკაშვილმა ერთი წელი ელექტროენერგიის პრობლემა ვერ გადაწყვიტა საქართველოში. მე კავკასიის ეთერში ვიჯექი ხოლმე და ვკარნახობდი, რომ აი ამ ეს მდგომარეობა, აქ ეს უნდა დახარჯო მიშა, აქ ეს უნდა გააკეთო, აქ ეს უნდა გააკეთო. ეს ნაყურებია მთელ თბილისს. შეგიძლიათ შეეკითხოთ. ხო და ერთი წლის შემდეგ აი ამ კარნახით მე ჩემ ფრაზებსაც იმეორებდა, რომ მაგალითად წყალი უფრო ძვირფასი ნედლეულია ვიდრე ნავთობი და ოქრო და ასე შემდეგ. იმის შემდეგ აი მონაკვეთების შემდეგ ეხლა კალაძე ცოტა უფრო გაუგონარია რა. იმიტომ რომ რაღაცებს აფერხებს და
გარკვეული პრობლემებია. მაგრამ მიშამ ამას მიაღწია არა კომპეტენტურობით ენერგეტიკაში, არამედ ტარიფების გაძვირებით. ტარიფების გაძვირებამ გამოიწვია შემდეგ ეს მოხმარების შემცირება საქართველოში. ბევრს რო გახდეინებენ, რა თქმა უნდა, ცოტას ახმაროთ მე, ხო, ეკონომიას აკეთებ. უკაცრავად. ვერ მივხვდი რა გნებავთ რო ბრძანოთ რომ ჩვენ ელექტროენერგიას მაშინ უფრო მეც მოვიხმარდით ვიდრე ახლა. რა თქმა უნდა, ელექტროენერგიას როცა ძვირს იხდის ადამიანი, შედარებით ნაკლებს ახმარობს. ეს არის ერთჯეროვანი 4. მე ისეთ რამეს ვბრძანებ, რომ მაგ სფეროში ვმუშაობდი, საკუთარი ენერგო კომპანია მქონდა და ვინ მასწავლის მაგას. ვერავინ ვერ მასწავლის. ხო. და რის გაკეთებას ვაპირებ კიდე მეორე ნაწილში და მესამე ნაწილში დრო გვეწურება ახლა თუ გვაქვს კიდე. არა, უნდა ბრძანოთ, იმიტომ რომ უნდა პირველი და ყველაზე მთავარი. მე პირდები სამუშაო ადგილებს გასწრებს. მე პირდები როგორ მაგას მოყვები მე. მე პირდები ქარხნების სამუშაოებას გასწრებს. მე პირდები სანაგვის ევროსტანდარტში მოყვანას გასწრებს. ისე კი არა ტრაქტორი მივიყვანე თუ დაუშვეს გავაკეთე. ევროსტანდარტში როგორც სამუშაოდება ნაგავი, აქა უბრალოდ ვერც კი არ ყვევენ. ნაგვის დამუშავება სწორი რა და მთელი რიგი პროცესები არის დაკავშირებული. რა არის სწორი? ბაბა, მე დავსვამებ შეკითხვას. რა არის სწორი, იმიტომ რომ მე ამ საკითხში მეტად ნაკლებად ვერ ყვევი. რა თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის სწორი? რა არის დახარისხებული ნაგავია და მე გადამუშავების მთელი პროცესია. და როგორ უნდა მიაღწიოთ ამას? უნდა მივაღწიო მეთქი მაგას ვლაპარაკობ. როგორ უნდა მივაღწიო? უნდა დავახარისხოთ ის ნაგავი. როგორ აპირებთ ამას მიაღწიოთ? ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ გიყურებენ ადამიანები, იქნებ წყვეტენო თქვენ გაძლევენ ხმას. როგორ უნდა მიაღწიოთ ამას, რომ თქვენ დაახარისხოთ ნაგავი? როგორად მოწყობილობებით და დანადგრებით. ადგილობრივი ბიუჯეტით? ხო, ადგილობრივი ბიუჯეტით კი არა, ადგილობრივი ბიუჯეტით გავაკეთე ის ხარი? აბა, საიდან მაგას ეგ მე ვიცი. კარგით პოლემიკაში არა, მაგას გეკითხებით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი? თქვენი ჯიბი არიან ადამიანები, ხო, არა. ნაწილი შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯერ ნახავთ როგორი სიტუაცია, არიან ადამიანები, ნოვატორები საქართველოშიც და ერთი და იგივე საქმე შეიძლება გაცილებით იაფათაც გაკეთდეს. აი ესე არის. კიდევ თუ რამე გაქვთ სათქმელი, ამუშავებთ ქარხნებს, ფაბრიკებს. ხო, მეორე, ეს ნაგავსაყრელზე მაგის თქმა რომ ჩვენ არ ვიცოდით რომ ნაგავსაყრელი ესე გახსნეს, ეს გაცილებით უარესი რაღაცაა. მე კასპი ყოველთვის არის დაჩაგრულ სიტუაციაში, მარტო ნაგავსაყრელზე არ არის, ყველაფერში. მაგას კიდე ცალკე მოვყვები რომ კასპის ბიუჯეტი რო არ ივსებოდა თავის დროზე, იმიტომ რომ ზოგიერთი ოლიგარქები ფულს არ იხდიდნენ. სააკაშვილის პერიოდში მაგალითად ბეჟუაშვილი 1.5 მილიონი ქონდა გადასახდელი და არ იხდიდა კასპის ბიუჯეტში. და იქ პატრონი არ იყო რომ ვიღაცას პასუხი მოეთხოვა, ეგ ერთი. მეორე რომ კასპის ფული მოდიოდა და გორის დილას ინახავდა კასპის ფული და რატო უნდა ინახავდეს ის გუნდი არ არის და უკაცრავად. თუ კი არა გაქვთ დოკუმენტაცია, მოდ ბრალდებებისგან თავი შევიკავოთ და დავუსვათ ახლა ერთმანეთს კითხვები. იცით რა შეესაქმე? მე ბევრი ხნის, დიდი ხნის განმავლობაში მესმის, იმან ეს მოიპარა, იმან ეს არ გადარიცხა. მე მოპირებად თქვი რამე. ერთი უკაცრავად. რაღაცა არ შეაბსო სახელმწიფო ბიუჯეტი ასე შემდეგ. მაგერეს ის ყოფილი მთავრობა, ახლანდელი მთავრობა თუ კი რაიმე საპრეტენზიო არსებობს? მე რა მაქვს საპრეტენზიო ვერ მაქვს. ბატონო, შეიძლება ეს შევავსე ბიუჯეტთან დაკავშირებით ახლა კასპი მიტოვებული იყო ყოველთვის რომ ამბობ. არა, მე თქვი იმე ნაცების დროსაც მეთქი ბეჟუაშვილი არ ეხდიდა მეთქი ადგილობრივ გადასახადს 1.5 მილიონი ქონა. თქვენს და ბატონო გელა და დამსწრე საზოგადოებასაც მოახსენ რომ კასპის სინამდვილეში წელს უპროცენტოდ დიდი დაფინანსება კასპის ენას მიღებული საქართველოში მესამე შედეგია. გორზე მეტი დაფინანსება აქვს. ცენტრალური დაფინანსება. ხო, რა თქმა უნდა. ეს უყურადღებოთ კასპის ენას მიტოვებული არ არის. არა, ბიუჯეტი ადგილობრივი გადაწყვეტილებით თქვენ გისმენთ ბატონებო. ბატონი ნუგზარი იყო პირველი გამომხდელი. შეკითხვები უნდა დაუსვათ ბატონო გოჩა და ბატონო გელა თქვენ მისი გამოსვლიდან რა მოგეწონათ, რა ნაწილში დასვამდით შეკითხვებს? გდებათ შესწორებები? კითხვები დაუსვა. კი. არა, კითხვებთან დაკავშირებით ახლა ვილაპარაკოთ, ჩვენ ვილაპარაკეთ, მაგრამ იგივე თემა მეტ გავაგრძელებ, ნაგავთან დაკავშირებით ძალიან აქტუალურია და ამ ვითარებაში, ამ სიტუაციაში ჩვენ მომავალში შეიძლება ამორჩეულს კოშკებს ვაუგებთ. აქ არის რეალურად რა საქმე უნდა გავაკეთოთ ბატონო. ბატონო გოჩა. უკაცრ მაგათი. ეგ სიტყვები მესმოდა ვალერა შარიქაძეს რო ველაპარაკებოდი, წყალს რო ვერ მოიყვანე. ბატონო გელა. კასპში მე რო ვერ მოიყვანე ბატონო გელა გადაცემას თუ ჩამიშლით. ძალიან გთხოვთ. მიმართო ბატონო. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთან თუ გაკითხები დაუსვით. ბატონო გუზასთან იგივე დავუსვო ახლა კითხვები, კითხვის რეჟიმი არ ამგონა სწორი იყოს, მაგრამ იგივე გავიმეორებ მე რომ მე თქვენი მართვის სტილში ხوار შემომჩენიშნებ ბატონო გოჩა კითხვა სწორი იქნება თუ არა მოით მე გადავწყვეტ თქვენ დაუსვით კითხვა და მოსახლეობაში აფასებს მაგ ყველაფერს და
კი ბატონო, მაშინ თქვენს პერიოდში ბატონო როგორ ხდებოდა მყარი ნარჩენების მოვლა პატრონობა მუნიციპალიტეტში? მოგხსენებთ. ჩვენ ახლა ისეთნაირად ვსაუბრობთ საკუთრივ ნარჩენების გადამუშავებას და მის ადგილმდებარეობაზე, თითქოს ამის მეტი პრობლემა აღარ გააჩნია კასპის. მეც გამიჩნდა ეკითხა უბრალოდ მე არ მაქვს უფლება რომ მე წეგან ჩემ პროგრამაში ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი არის, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არის მუნიციპალიტეტი. წეგან შემთხვევით არ აღვნიშნე 6-ჯერ გაიზარდა შემოდინება ყოველდღიურად. შესაბამისად 6-ჯერ გაიზარდა საშიშროება დაახლოებით 25-26 ავტო ქრონომეტრაჟი ჩატარებული გაქვთ? კი. ჩვენს პერიოდში 6 ვაქაა შემოდიოდა, ახლა 24-26 ვაქაა შემოდიოდა. ესე იგი ნაგავი არ გაქვთ? ანუ 6-ჯერ არა, ჩვენ რაც გაქვთ ის შესაბამისად წარმატებით მუშაობს, დღესაც მივიჩნევთ მაგას ჩვენ დამსახურებად, რომ დასწრების სამსახური სოფლებიდან ნაგავი გაქვთ ბატონო? არ გაქვთ, მაგრამ მივესალმები ამ მიდგომას თუ ახლა მოხდება გატანა საკუთრივ ნაცვლად. რატო ვერ გაქვთ და განა არ გაქვთ, უბრალოდ ყველაფერს აქვს თავისი ციკლი. კასპიდან კასპში როცა ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში, უკაცრავად მოვხდი მოსახლეობას მოდის, რომ მარტო ნარჩენებზე ვსაუბრობთ და ძალიან უხერხული, აი მოკლედ ვიტყვი და დავამთავრე. როდესაც ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში, ერთადერთი სატვირთო ავტომობილი იყო ნარჩენების გასატარად, რომელიც ისიც წყობიდან იყო გამოსული და როცა ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული ავტომობილის ადგილმდებარეობა გაგვიჭირდა, მაგრამ რა თქმა უნდა მივაკლია და მივაგეთ. წყობიდან იყო გამოსული. ეხლა დღეს როგორც მუშაობს წარმატებით აღნიშნული სამსახური, ეს ჩვენი მონოპოვარია და არა მარტო ჩვენი, საზოგადოების ჩართულობით არაერთი აქცია გვაქვს ჩვენ ჩატარებული ბავშვებთან, ბავშვების მის მშობლებთან, რომ ჩართულობა ქონოდა ის, რომ ვიზრუნოთ ერთად მთლიან ქალაქზე. თორე ჩვენ კი არ გაგვიჭირდებოდა აღნიშნული ტერიტორიის დასწრება, მაგრამ ჯობდა კოლექტივად მოხდარიყო ეს და შედეგი სახეზეა. მოკლედ ვიტყვი კიდევ და დავასრულებ. თქვენც უნდა დაუსვათ მე. რაც შეეხება რა გავსახეს, კი იყო ბატონო გოჩავა აღნიშნა 10 წლების განმავლობაში იყო აღნიშნული საკუთრივ ნარჩენების ნაგავსაყრელი, მაგრამ იყო კასპის. გაქონდა აქ მარტო ქალაქს. და ჩვენ უკვე დავსვით 2012 წლის ბიუჯეტის გეგმებში და პრიორიტეტებში იდგა, რომ 2013 წელს გადასულიყო აღნიშნული ნაგავსაყრელი. იქ არის ახლოს არის ქალაქთან, ვარჯაანთან, მიქელწყაროსთან, უთხრა რა, აი მოკლედ შინაარსი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვაპირებდით ჩვენ ამის გადატარას, მაგრამ იმის მაგივრად, რომ გადაგვეტანა დღეს მივიღეთ, რაც მივიღეთ და ბატონ გელანი ახსენა. სწორედ მაგას მაბატიეთ. თუ გაქვს პასუხი და თუ გაქვს კიდევ რა შევაწყვეტინებ? ვიტყვი, დავასრულებ რა, თუ შეიძლება. ეს არის რომ მე მე ხوار შევაწყვეტინებ. შეიძლება დავასრულებ. ძალიან მოკლედ და აღარ შევეხოთ სახელმწიფო არჩევნების გადამუშავებას და თუმცა გელამ კი ახსენე რომ გააკეთებს გადამამუშავებელ საწაროს, მაგრამ ესეც ალბათ ჩემი მოადგილეების საქმე იქნება, ეგ მაგისთვის თავს არ დავიღებ. მაბატიეთ, მოადგილეებს გადავალთ. დავასრულო ეს გადარჩენები. ეს ძალიან მარტივად შეიძლებოდა იმ დროიდან ხელმძღვანელობას, კასპის ხელმძღვანელობას შეთანხმება მიეღწია კი ბატონო გოჩამ ახსენა სამინისტროსთან შეთანხმებით, მაგრამ ხო შეიძლება დასმულიყო საკითხი. მოდი, რატო შემოვიდეს მცხეთის და მოდი კასპის გავიდეს მცხეთაში, ხო? კასპი ალბათ 30%-ია, თუნდაც მოსახლეობისთვის გასაგებ მაშინ კიდე ვიტყვი. კარგი, ასეთებებზე თუ არ მიდიოდი. თუ თქვენ ედავებით ბატონ გოჩას ხათვეს გოჩას არ ედავები. გოჩას ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, გოჩას თავრობა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მაშინ გოჩა არ მუშაობდა სამსახურში. შეიძლება მეც ყოფილიყავი გოჩას ადგილას და ჩემსაც ტკინეული იქნებოდა, მაგრამ მე გონილა დავსავდი კითხვას, რომ რატო კასპში მოდი მცხეთაში ან გარე ამაზე მე მუზეუმ ქალაქად გამოცხადდა. ვერ ვიგებ რაზე ლაპარაკობს. მუზეუმ ქალაქად ძალიან მოდის მოვუხდით მაყურებელს, რომ ხო, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უსმევ კითხვას და მის კანდიდატს. გზნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, ძალადობა, ტანსაცმლების ჩამოხევა, ქონებების წართმევა, რა ქვია, დაგეგმილი მკვლელობები, დაგეგმილი დაჭერები, აი ამაზე როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი. მე მინდა ძალიან დავამთავრო. არსებობს ეგეთი ადამიანი, ნანა ღოლეჯაშვილი, გორში. რო გახვალთ აქედან წადი და კითხეთ, ბრილაბურას სპაშულის ქონება სწორა იყო წართმეული თუ არა, საგადასახადოში მუშაობდა და აგიხსნით რომ თქვენმა მთავრობამ ბატონ ნუგზარ, მე აბსოლუტურად მართალ ადამიანს, ეს ნანა ღოლეჯაშვილი დაგიდასტურებთ გორელი ამით, გეუბნებით.
საგადასახადოში მუშაობდა, ნახეს რომ არავითარი დავალიანება არ მქონდა. რაზე? გონების წართმევაზე. ჩემი ქონა იგივე დგეს ის წართმევაზე. ეს რა გიდასრულეთ ბატონგელა? 100%-იანი მოსამართლე იყო და იცის ეს საქმე. თქვენმა მთავრობამ წამართვა და ბეჟუაშვილს აჩუქა ეს ყველაფერი. გზნობ თუ არ ამაზე პასუხისგებლობა? მადლობა. მოგახსენებთ ბატონო გელა, მე რა თქმა უნდა ყველაფერს ვითავისებ, მე ვიყავი და ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრი და მე არ გავუდგა არც ერთ კითხვას. თქვენ რომ ბრძანებთ თქვენ ქონებასთან დაკავშირებით, რომელ ინსტანციას მიმართეთ თქვენ? რომელსაც უკვე იმაშია, რა ქვია, პროკურატურასაც, სასამართლოსაც და რა გადაწყვეტილება გავუვით? სტრასბურგშია კიდე საქმე. რა სტრასბურგი რა გითხრა? სტრასბურგი ჯერ არ დამთავრებულა. დაელოდე მოსი სტრასბურგის. რა უნდა სტრასბურგში გავმართლდები ამას ეჭვარის არც მე გავაკეთებ ამას. მე გითხარით გვარი და სახელი, ნანა ღოლეჯაშვილი, ნახეთ მეთქი გორში და დაგიდასურებთ მე კი რა გითხარით სამსახურში მუშაობდა. რატო წავიდა სტრასბურგში პროცესი? იმიტომ წავიდა რომ სააკაშვილი სასამართლო იყო და ნაძირულობა მიდიოდა. დაელოდე სტრასბურგის პასუხს მე ამაზე. სტრასბურგი არ უნდა აქ უნდა იყოს ხელისუფლება რომელიც ხალხს პასუხს გასცემს რა. ასე მიმართეთ ახლანდელ სასამართლოს, ახლანდელ პროკურატურას არის მე ახლანდელი მიმართეთ და მიმართულია, მაგრამ ის პროკურატურა არ შეცვლილა ისე ამათ ხელისუფლებაში და ამათაც პასუხს აქვთ ხო მაგაზე მარტო თქვენ და ყველას პასუხს თხოვთ ეგრე გამოდის. მოსათხოვია დახოვულობ. ეხა დაელოდეთ სტრასბურგის პასუხს. ბატონი გოჩას და მე მაქვს შეკითხვა იმ შემთხვევაში თუ კი კარგი სხვა ბაბადიეთ სხვა რამე კითხეთ. კონკრეტულ კაცს ეკითხავ და კონკრეტულ კაცს მაგალითად მე დავსვამ ეხა შეკითხვას. ბატონო გზა რომ არ იყოს ბუნდოვანება იმ შემთხვევაში თუ კი ბატონი გელა გამართლდება სტრასბურგში. თქვენ რა პოზიცია გექნებათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში? ანუ დაუჭერთ მხარს იმას რომ ბატონი გელას დაუჭერთ ხონება თუ ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ანუ იღებთ პასუხისგებლობას იმ პროცესებზე. ნუ ჩაერთობით ძალიან ვთქვით, იმიტომ რომ ბატონ გელას დაუჭერთ შეკითხვა. ბატონ გელას ნება სტრასბურგში გაასაჩივრეს. ალბათ საქართველოში მისმა პროცესებმა და საერთოდ ყველა ინსტანცია მოიარა. და ბატონი გელა როგორც ჩანს არ დაკმაყოფილდა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით და მიმართა სტრასბურგს. მე დარწმუნებული ვარ, რომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო საქართველოს უმაღლესმა ინსტანციამ, იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგი და მოდი ქალბატონთი აღარ დავაკონკრეტოთ ის რა და ხაღალზე დაწერ. ბატონო, ეგა ხაღალზე დაწერ, შევინახოთ თქვენი ნათქვამი რა. მოდი ერთი რამ ვთქვათ, რომ ძალიან როგორც გირგულიანის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ეგრე ბაბადიეთ ძალიან გთხოვთ. ნუ ვიჩხუბებთ ერთმანეთთან, ეთერში რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ, მე ესეთი ცხელი გადაცემები არ მიყვარს, მე თვითონ ვარ ხოლმე ეგეთი. და შემდეგ სასამართლოს სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, როდესაც იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგი, რაც გამოიტანა საქართველოს სასამართლო. მე რაღა ინსტანცია გამოიტანს, გამოვაცხადოთ უკვე ეთერში რეკლამა და რეკლამის შემდეგ ბატონ გოჩასთან გადავიდეთ კითხვებით. გასაგებია უსიტყვოდ. მაგთივინი. ბინებისა და ოფისებისთვის ნებისმიერი დიზაინის, ავეჯისა და კარის დამზადება, დიზაინერის უფასო კონსულტაცია, უმაღლესი ხარისხი, მოხერხებულობა და ფუნქციონალურობა. მისამართი: ქალაქი თბილისი, წერეთლის 117, მაღაზია ოპარტი. პიკოლაქსი. ეფექტური საფაღარათო საშუალება. პიკოლაქსი გამოდის ტაბლეტების და წვეთების სახით. პიკოლაქსი ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში 4 წლის ასაკიდან. პიკოლაქსი მოგიხსნით შეკრულობის პრობლემას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეიძინე სმარტფონი მხოლოდ ტექნობუმში, თვეში მხოლოდ 10 ლარად და მოიგე 10 ოროთახიანი ბინა თბილისში, 10 ავტომობილი Mercedes-Benz და სუპერპრიზი 9 მილიონი ლარი. ზოდი პლუსი უკვე გორშია. განაახლეთ თქვენი სახლი.
შეიძინეთ ჩვენთან სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 300-ზე მეტი დასახელების კარი და 250-ზე მეტი სახეობის ქვები, კვარცი, მარმარილო, გრანიტი, ტრავერტირი, შიდა კარი 180 ლარიდან, ლითონის კარი 210 ლარიდან. ხოლო ზოდი პლუსში შეგიძლიათ შეიძინოთ სოფლიოში ცნობილი ბრენდის Kimstone-ის კვარცისგან დამზადებული სამზარეულოს ზედაპირი. მოქმედებს 0%-იანი განვადება. გვეწვიეთ, ქალაქი გორი, ჭავჭავაძის ნომერი 45, კინოთეატრი გამარჯვების შენობა, ტელეფონი 577 270606. მაისიდან ყოველ სამუშაო დღეს ტელეკომპანია თრიალეთის საღამოს ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ დღის თემა. თავარი პოლიტიკური მოვლენები და საჯარო განხილვა სტუმრებთან ერთად. ფაქტები და მათი ანალიზი, შეფასებები და პროგნოზები. პოლიტიკოსები ერთმანეთის და საზოგადოების პირისპირ. ყოველ საღამოს 8 საათზე დღის თემა ია გავაშოვთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერში დაბრუნდა გადაცემა არჩევნები 2014 და გისმენთ, დრო რომ არ დავკარგოთ, ბატონ ნუგზარს თხოვ დაუსვა შეკითხვა ბატონ გოჩას თავის პროგრამიდან. ბატონ გოჩომ წეგან ახსენა, რომ ყველაზე მეტი სხვა მუნიციპალიტეტთან შედარებით, ყველაზე მეტი დაფინანსება აქვს კასპს. განვარტავ ამას ჩვენ, როდესაც დავასრულეთ ჩვენი მუშაობის პერიოდი, ანუ ეს კარგად მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს საზოგადოებამ აირჩია ახალი პოლიტიკური გუნდი, პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების სახით და ჩვენ 2012 წლის ბოლოს უკვე გქონდა დაგეგმილი 2013 წლის გეგმები და პრიორიტეტები, მათ შორის პროექტების სახით. დაახლოებით ეს მოიცავდა 7-8 მილიონ პროექტებს. ინფრასტრუქტურა, ეს გზების მოწესრიგება, კანალიზაციის მოწყობა, საირიგაციო სისტემა. დროს ნუ მივიტვისებ, ძალიან გთხოვთ რა. არა, თქვათ, ეს ხოვდა ჩამოყალიბდით. მოკლედ, ძალიან გთხოვთ, თორე არ დაგვრჩებოდა და მე ამ კითხვას მინდა უპასუხო წეგან გოჩა რომ დასვა ეს საკითხი, რომ ეს დაფინანსება თუ მიიღო მუნიციპალიტეტმა, მიიღო იმიტომ, რომ განზადებული პროექტები დაახვედრეთ. ანუ თქვენ დაახვედრეთ ბიუჯეტი. მეორე, ბიუჯეტი არა, განზადებული პროექტები, რომელიც უნდა მარტო ტენდერების გამოცხადება და დაწყება ციკლის ამ სამუშაოების. შემდეგი, რაც შეეხება კითხვა დაუსვით. თავიანთი პროექტიდან, პროგრამიდან კითხვა თუ გაქვთ, თუ არა გაქვთ და გადავალთ ბატონ გელაზე, რომ მე შემოჯამდი. კასპის სარწყავარხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება როგორ მიმდინარეობს ტენდერების პროცედურა და რატო დაგვიანდა ტენდერის გამოცხადება როგორც აღნიშნეთ ახტალისა და შავრობის არხთან დაკავშირებით. ისმენთ პასუხეთ და პროცედურები თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ეს არის ელექტრონული ტენდერები,
პროექტირების კუთხით იქნება თუმცა სამშენებლო კუთხით დღეს მდგომარეობით უკვე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია ამდენად არანაირი შეფერხებას ადგილი არ აქვს 800,000 ლარი დაიხარჯება ორივე არხის რეაბილიტაციაზე. დავამატებ თუ შეიძლება ხალხი. მოინიშნეთ და მე დავამატოთ ძალიან. არა, აქვეა საკითხია და ბარემ გავცეთ პასუხი ჯობია. მოგეხსენებათ რომ აღნიშნული რეაბილიტაცია არხების უკვე უნდა ყოფილიყო დასრულებული. როდესაც ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადმოეცა აღნიშნული არხები კასპიის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ანუ იყო წარმოადგენდა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას, ეხლა უკვე არის კასპიის მუნიციპალიტეტის საკუთრება. 9 თვე დაჭირდა დაახლოებით იმ წერილის ჩამოტანას, რომ აგაზე გარეთი დავით ელემენტარულად ადამიანები ვინც გისმენენ მესიჯები ხო უნდა მიიღონ თუ თქვენ ერთმანეთთან გაქვთ რაიმე გასპროტესტებელი გარეთ კითხვა დაისვა პასუხი გაიცეთ თუ რაიმე გაქვთ კიდევ საპრეტენზიო განსხვავება რატო შეიძლება გაჭიანოს ორი კითხვა მაქვს ბატონ გოჩასთან ერთი არის რომ მიგაჩნიათ თუ არა რომ კოჰაბიტაცია არის დანაშაული ქვეყნის წინაშე და რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ აქამდე აღარ იარსებებდა რომ სამართალი რო ყოფილიყო ქვეყანაში ეს ერთი და მეორე თქვენ პროგრამაში რაც არის აი თქვენი პირადი რამე არის შეტანილი თუ ეს ყველაფერი რაც გეგმიური პროცესებია რა ქვია რაიონში აი ეს გეგმიური პროცესები მიდის ой შეკითხვა მე გამიშნე იმიტომ რომ ყველგან მე ნახე ყველა ქალაქში ერთ და იგივე მსგავსი ტიპის ბუკლეტი სადაც ყველა რაიონს პირველი იყო შეკითხვა კოაბიტაციასთან დაკავშირებით დამნაშაული იყო ქვეყნის წინაშე ხო სწორად მე ამას არ ვიტყვი ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ინსტიტუტი კოჰაბიტაცია და არ შეიძლება პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ჩვენ ფარდამახულით გავსრულოთ ეს ერთი მომენტი ეხლა ჩემი პირადული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს როგორც ინდივიდის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვართ საზოგადოების ნაწილი სახელმწიფოს ნაწილი ამდენად გარკვეული პერიოდი ეს აუცილებელი იყო და ეს კოჰაბიტაციის პერიოდი დამთავრდა პრეზიდენტის არჩევასთან ერთად და იმედია რომ ჩვენ ყველა გოგოსულ საროჭკა დაახიზა მე მაქვს მე პატარა რეპლიკას ბეგის რომ მოუწყეს რა ქვია დაწერა ეგეთი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს მაგაზე ბაბატიეთ ბატონებო მე გეთანხმებით რომ ყველა უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულის მაგრამ როდის ალბათ ყველაფერს აქვს თავისი დრო ხანდაზმულობა ბატონო გელა კიდევ მოქმედებს შესაძლებელია რომ წინა ხელისუფლების მიერ დადგენილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ვადები ჯერ გასული არ არის ესე რომ დავიცადოთ მოთმენება ვიქონიოთ ყველაფერს ეკნება თუმცა მე ერთი რამ რეპლიკა უნდა გავაკეთო აუცილებლად ძალიან ხშირად ისმის შემეთერში ეს შეკითხვა რომ კოაბიტაცია არის თუ არა დანაშაული და ყველა ოცნების წარმომადგენელი ერთსა და იმავე ამბობს მიუხედავად ჩემი სუბიექტური აბსოლუტურად განსხვავებული აზრისა მე ეთერში ვეძებ ადამიანს ოცნებიდან ვინც თვითონ იტყვის რომ სუბიექტური აზრი ემთხვევა ოცნების აზრს იმიტომ რომ თურმე ოცნებიდან ყველას ჰქონდა ის აზრი რომ კოაბიტაცია დანაშაულია და პირადში მიღებული პოლემიკაში მე უნდა შევიდე იმიტომ თუნდაც რომ მე ყველაზე მეტად წინა ხელისუფლების დანაშაული რეჟიმის ფაქტები მე ვიცი იმიტომ რომ ვიყავ 15 წელი მოსამართლე მე ადვოკატი და ამდენად ჩემთვის კარგად არის ცნობილი ამ რეჟიმის არსებობის შესახებ რა და როგორ იყო და ამდენად უფრო მეტად შეიძლება როგორც ადამიანმა მე ეს განვიცადო მაგრამ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა მე რაღაც ჩარჩოებში უნდა ჩავждდე და უნდა გაუწიო ანგარიში სახელმწიფო პოლიტიკას ეს არის დიდი მადლობა თუმცა სახელმწიფო პოლიტიკაც ადამიანებისგან შედგება და ამიტომ აინტერესებს ხშირად მესმის რომ ეს არის დანაშაული მაგრამ მეორე კითხვასთან დაკავშირებით პირადული ბატონო გელა მე ახლა თქვენგან განსხვავებით მე მეცენატე არა ვარ და არ მქონია რაღაცა კერძო ბიზნესი რომ დამიპროექტებინა გარკვეული პროგრამები მაგრამ მე ჩემი ინიციატივით შექმნილი კასპიის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი სადაც აღნიშნული პროექტები რაც ბიუჯეტით არ ფინანსდება დავაფინანსებთ ამ ჩემი ინიციატივით შექმნილ ფონდიდან მადლობა დავუსვით შეკითხვები ბატონ გელას თუ გაქვთ რომ მე დავიტოვოთ რომ იმართოთ თქვენ სამომრჩევლს ბატონო არა მაქვს დრო უკეთეს ბატონო გელა მე ერთი მაინტერესებს თქვენ ვიცი რომ მეცენატე ადამიანი ხართ მთელი წლების მანძილზე გარკვეული საქმიანობა დღეს რატო გადაწყვიტეთ საჯარო სამსახურში მოტრიალება თქვენ არ შეგიძლიათ როგორც თავისუფლმა პიროვნებამ უფრო მეტად განახორციელოთ თქვენი გეგმები ვიდრე საჯარო ჩარჩოებში რას ფიქრობთ ბევრი ვიფიქრე ამაზე და არაფერში არ მაწყობს ახლა მე კასპის გამგებლობა აქ იყო უბრალოდ ერთი მომენტი რომ მთელი საქართველოს ეკონომიკა თანაბრად არის ჩავარდნილი ნაციონალურ წარმატებას იძახიან, ესაც დაქცევა იყო ქვეყნისა და ოცნება რაც აგრძელებს ეს დაქცევა. მე მინდა რომ პირადი მაგალითით ვაჩვენო, რომ შესაძლებელია ქარხნების სამუშაოებაც, იმიტომ რომ მეტეხის კერამიკული კომბინატი თქვენ იცით რომ საქართველოში ვერავინ ვერ შეძლო
ევროპის დონის, გერმანიის დონის პროდუქციის გამოშვება, ეს იყო გელა გურასპაშვილი, რომელმაც იქ გამოუშვა ევროპის დონის პროდუქცია. და დღესაც ხო მე მინდა რომ აი მიზნებს მივახცირო კასპი რომ პირდები ეს არის რაღაც საოცნებო დაპირება ხო ქარხნები ავამუშაო საექსპორტო პროდუქცია შევქმნა და ესეთი განცხადების ვერავინ ვერ გააკეთებს. გასაბარაკო კაცო ასი ქარხანაო რამდენი ქარხანაო როგორ დაპირება მოვისმინეთ უკვე. მათ შორის არის ალბათ ეგ საწარმოები. იყავით ის რა ქვია განსხვავება. ხო თქვენ ხანა არის სერიოზული სისულელი ბოდიში ამ სიტყვაზე. რატო არიცი? ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს შემდეგი რამ: სამართალი და კანონი, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლოს ქარხნის აშენებაც, ცეხის აშენებაც, ყველაფრის გაკეთება. მთავრობის მიერ აშენებული ქარხნები არასდროს არ გამოადგება ამ ქვეყანას. ეს არის სერიოზული. მთავრობამ ხო შეიძლება შეუქმნას პირობა პირველში სამართალი არ იყო და არ არის. არც იყო და არც არის. ეგრე 45,000 სამუშაოების შემშედა. ეს მოbrunება. ვაფშე ჩემი სურვილი არ არის. მე თქვენ გითხარით, რომ თუ თქვენ შეგიძლიათ რაიმე მსგავსის გაკეთება, სხვა კანდიდატებსაც ვეუბნებ, მარტო თქვენ არა. მე მოხსნი კანდიდატურას, მე არც უფროსი ვიყავ, არც უმცროსი ვიყავ. აი თქვენგან განსხვავებით, მაგალითად პარტიის ხელმძღვანელობის გარშე თქვენ ხო ვერ მოხსნით კანდიდატურას. ვერც ბატონი გოჩა ვერ მოხსნეს, ხო? არა, რადგან ეს ნაბიჯი გადავიდეთ, არც უნდა მოხსნას. არც უნდა მოხსნას. თქვენ ძახით რომ მე განგებულ არ მინდა. აბა თუ არ მინდა, მაშინ დავუშვე იმას, ვისაც უნდა. პარტიამ მოგაცავთ, მაგალითად მე და ხაზბატონგელა თქვენ უნებით რომ პარტიის გარეშე რა თქმა უნდა, როდესაც პარტიის წარდგენილია კანდიდატურა, მაგ შემთხვევაში გუნდური პრინციპით თამაშობ. თქვენ არ ხართ ანგარიშვალდებული ბატონ გიასთან? არა. რატო? არა, მე პარტიის წევრი არა ვარ. ჩვენ უბრალოდ ავიღეთ მწვანეთა პარტია, გახში ნულოვანი რეიტინგით პარტია, რომ არავის არ ეთქვა, რომ აი იქ ვიღაცამ ქულები მოგიტანათ, ემა რაღაცა გაკეთდა, თქვენ ნახავთ კასპის შედეგები როგორ დამთავრდება. არსად, ეხლა ხო ესენი ორი წამყვანი პარტია, ეხლა მაგას ხო ვერავინ ვერ უარყოფს მთელ საქართველოში პირველ მეორე შედეგები დაახლოებით. კასპის შედეგებს თქვენ ნახავთ როგორი იქნება. როგორ თქვენ მოდით რო ნახავთ მე გაკვირდებით. პროგნოზი გავაკეთოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება? ქალაქში რო ჩვენ მოვიგებთ, მაგაში ეჭვი არ მეპარება, სოფლებში თქვენ ვინ ახართ? მწვანეები. მწვანეები რა, უფრო გელა გურასპაშვილი. გელა გურასპაშვილი და მწვანეებს რეიტი აქვს 0. არა, მწვანეები კი არა. გელა გურასპაშვილი. უბრალოდ ბეგი თათრიშვილი და გელა გურასპაშვილი ჩვენზე პოპულარი ადამიანია, ქალაქში ვინც იყრეს კენსა, ის მოიგებს ქალაქში მაჯორიტარობას. იციან ამათ რომ ძალიან პოპულარი ადამიანი. არა, როგორ გაგადრება? კი არა, თახმე უბრალოდ მე ვაზუსტებ რომ მწვანეთა პარტიას აქვს რეიტინგი 0 და გელა გურასპაშვილი ეს პიროვნება, რომელიც მოიგებს კაცს და ნახევარ ქალაქას და ნახევარ რაიონს. მოხსენით ვარემ ჩვენს ეთერში, საინტერესო იქნება ექსკლუზივი. მოხსენით. მე ბატონ გელას ერთი კითხვა მინდა უთხრა რომ ბატონ გელა ახლა თქვენი პოტენციალი შესაძლებელია, ნუ არჩეული გამგებლის ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ჩემი ან ბატონ უზარის თუ თქვენ გასაგული შეგდგივათ. გამოიყენეთ თქვენი პოტენციალი, თქვენი შესაძლებლობები, არ შეიძლება გავაერთიანოთ ჩვენ ძალები. მე როცა თუ თქვენ გამარჯვებთ, მე დავუსვამ ახლა შეკითხვა ძალიან საინტერესო რა მოხდა. თუ კი ქალაქში ყავდეთ ამისთან ადამიანი, რატომ არ დაუცახეთ? არა, მე ერთი ბატონო გელა მე როგორც ვიცი, ყველა არჩევნებზე ბატონო დაძახილი რა რატომ არ დაიყენეთ გვერდით, რატომ არ გააკეთებინეთ? მე ბოლო 7 წელი არ ვიყავი. ბოლო 7 წელი არ ვიყავ, მე ჩემი კერძო ის ხონდა და ამდენად ვერ დაუძახებდი ბატონო გელას. მაგრამ მე თუნდაც ცხათოში კადრების ისეთ დეფიციტია, ხო ყველამ ვიცით ეს ამბავი, რომ ბატონო გელა სპეციალისტად ახლა გამგებაში ვერ მოვიდოდა ახლა და მაგიტო და ვერც ახლა მოვადგილეთ. და არ მოვიდა. თქვენი თვითონ ბატონ გელას არ გამოუჩინია ინიციატივა, რომ მოსულიყო და დადგომოდა ჩვენ გურდს, ჩვენთან ერთად. ტალანტებს არ ეძებთ კაცო, უნდა ეძებოთ. ხელმძღვანელები რო ხართ, უნდა ეძებოთ. დღეს კიდევ ერთი კარგი საქმე გამიგე. ბატონო გზარ, პროგნოზი, როგორი იქნება თქვენ როგორ ფიქრობთ, ვიდრე ახლა ხალხს მიმართავდეთ თქვენ როგორ ფიქრობთ? რა შედეგები დამთავრდება კასპში არჩევნებში? ეს ქალბატონია საზოგადოების გადასაწყვეტია, რა შედეგები და როგორ დამთავრდება. მე უბრალოდ მე ვთხოვ საზოგადოებას, რომ ყველანი მიბრძანდნენ არჩევნებზე 2014 წლის 15 ივნისს და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ეს არ ვთქვათ, რომ არჩევნები მაინც ჩავარდივალ თუ არა, აუცილებლად უნდა მივიდეთ. ჩვენ მოვიხადოთ ჩვენი ვალდებულება, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლის წინაშე. თუ გვინდა რომ ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში, თუ გვინდა რომ ყოველი დღე იწყებოდეს ახალი იდეებით, ახალი ინოვაციებით, ახალი პროექტებით, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, დაუჭიროთ მხარი იმ გუნდს, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერავთ, რომელიც იციან, რომელიც გამოცდილებაც გვაქვს მიღებული, გააკეთონ არჩევანი თქვენს ხელშია, ჩვენს ხელშია. მოდით ბარემ დრო გვაქვს ძალიან ცოტა, აქვე ბრძანეთ. რატომ უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას?
მოგეხსენებათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოება მხარი უნდა დაუჭიროს იქიდან გამომდინარე და კონკრეტულ მაგალითად კასპიის მუნიციპალიტეტმა ნუგზარ ნუნიაშვილს იმიტომ უნდა დაუჭიროს თუ დაუჭერს მხარს უნდა დაუჭიროს იმიტომ რომ ნუგზარ ნუნიაშვილის გამოცდილება კარგად იცის საზოგადოება იცის საზოგადოება ნუგზარ ნუნიაშვილი არის პატრიოტი ქართველი იცის რომ ნუგზარ ნუნიაშვილს უყვარს ის საქმე რასაც აკეთებს ანუ კარგი ანდაზა არის რა ქართული სიბრძნე გვეუბნება რომ პური აცხოს მეპურემ ნუგზარ ნუნიაშვილი ვერასოდეს გამოაცხოს პურს იმიტომ რომ არ იცის მასწავლებელმა ასწავლოს ექიმმა უმკურნალოს მოსამართლემ განსაჯოს მე ვერც ბატონ გელას შევედრები ბიზნეს წარმოებაში ვერც ბატონ გოჩას შევედრები იურისტობაში იმიტომ რომ ესენი არიან პროფესიონალები თავიანთ საქმესა და მე ვარ პროფესიონალი ჩემი საქმის რაც მიკეთებია და რაც მიყვარს თქოთ საზოგადოებას ვთხოვთ დაუჭირონ ნათელ მომავალს მხარი ყოველი დღე იწყებოდეს ახალი გეგმებით წელიწად ნახევარმა ჩვენ დაგვანახა ეს ყველაფერი რომ განსხვავება ჩვენსა და მონიტორინგი შენ გააცემ შესაბამისად დაუთმოთ რომ ყველა საქმე წარმატებას ვისურვებ კასპიის მუნიციპალიტეტს რატომ უნდა დაუჭიროს ხალხმა მხარი ქართულ ოცნებას პატიცემულო მე ძალიან მარტივად გეტყვით იმიტომ რომ დაუჭიროს ქართულ ოცნებას მხარი რომ ხალხი გათავისუფლდა იმ ძალადობრივი რეჟიმისაგან რაც 9 წლის მანძილზე ჰქონდა ადგილი საქართველოში თუნდაც ამიტომ რომ ჩვენ ყველანი გონება თავისუფალი ნება გვაქვს თავისუფალი ნება გამოვლინება ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილება სხვა ვითარებაში წინა სიტუაციაში აღნიშნული თავისუფლება ჩვენ არ ქონდა ქართულ ოცნებას იმიტომ დაუჭიროთ მხარი რომ გათავისუფლდა მედია გათავისუფლდა ძალადობისაგან გათავისუფლდა ბიზნესი ძალადობისაგან ბიზნესი არ განთავისუფლდა თქვენს დროში ილაპარაკეთ ბატონო გელა ახლა მე რაც ვიცი ახლა იგივე ტელევიზიიდან რომ თავისუფლების ხარისხი როგორც არასდროს დღეს საქართველოში არის. რუსთავში რომ ზღორმა თავი ჩამოიხჩა იყო. კარგით, ნუ შევარ პოლემიკაში ძალიან ხუთ. თქვენ სიტყვაში იმიტომ უნდა მოგხსეთ ქართულ ოცნებას მხარ და მის კანდიდატს რომ ჩვენ დაწყებული პროექტები რომელიც 9 თვის განმავლობაში ვახორციელებ, წინა პერიოდში 9 წლის განმავლობაში არ ყოფილა დაწყებული და განხორციელებული. ეს სრულად თამათში მე და გავაცხადო თუ ის მე ჯერა რომ ქართული ოცნება არ მუშაობს და საქართველოს გაჩერებულია ჩამოვზანდით კასპში და ჩვენ კასპის მაგალითზე გაჩვენებთ რომ კასპი მუშაობს ქართული ოცნება მუშაობს 45000 ჩემში და სამუშაო ადგილი ძალიან დიდი მადლობა რეპლიკების გარეშე ძალიან გთხოვთ ეს უკვე ამორჩეველს შეხვდით და ადგილზე გააცანით თქვენი პროგრამები მე იმედი მაქვს რომ და გისმენთ ბატონო პირდებიან შეხვედრა უნდა და იქ უფრო მეტი დრო ექნება თუ მოგზანდებით რუაში დავკვატიჟეს იქა და მივიდეთ გისმენთ თქვენ ძალიან საინტერესო შეფასებები მოგწვიათ რატო უნდა მისცეს ჩვენ გუნდს მწვანეთა გუნდს კასპმა ხმა და კასპის რაიონმა იმიტომ რომ კასპი ყოველთვის იყო დაჩაგრული იყო აი ახლა ბატონი გოჩას სია რომელზეც ბატონი გოჩავა ბრძანა უნდა რეპლიკით ჩაგეკითხოთ ტატამიაო კასპი ერთხელ თქვა ერთმა ქალბატონმა მართლა ტატამია აი ტატამი რო აღარ იყოს კასპი რო დაჩაგრული აღარ იყოს ამეჯერად აღარ არის ხო კასპი რო დაჩაგრული აღარ იყოს და კასპი რო გადავიდეს წინ და დანარჩენები რო იყვნენ უკან აი ამიტომ უნდა მოგცენ ჩვენ ხმა ამის შესაძლებლობა არსებობს მე ჩემი ცხოვრებით დავამტკიცე არაერთხელ რამდენჯერმე რა სხვადასხვა წარმოება იყო თუ სხვადასხვა რაღაცები იყო გაუკეთებელი საქმეები გავაკეთეთ ეს ერთი მეორე ჩვენ იმიტომ უნდა მოგცეს ხმა რომ ჩვენ აყავს სუფთა გუნდი ამათ გუნდში ამათი ნება არ იყო ვის ჩაწერდნენ სიაში თბილისელებით არის სავსე ოცნების სია და ბატონ გოჩასაც არ აკითხეს ვინ ჩაწერეს სიაში ხოლო თბილისელი არავინ არა წარმოშობილია არიან ასწლები სამართლები ნომერი ვინც უწერია ოთარ ჭეიშვილი ეგ არის ყოფილი გამგებელი მთელი კასპირო დაჭერა კიდევ რა და ემაგის გაკეთება ამ ხალხის სიაში ჩაწერა აი ამ ხალხსა კასპმა როგორ უნდა მისცეს ხმა საერთოდ ეგ არის საკითხავი ხო და კიდე დაგვრჩა ცოტა დრო ვიტყვი ბოლომდე ბარე რატო არის წუთი და მე დავასრულე რატო უნდა მისცეს ჩვენ გუნდს ხმა ჩემ გუნდში არ არის არც ერთი ადამიანი რომელიც რაღაცა მოტივებით არის ჩაწერილი ყველანი არიან დამოუკიდებელი ადამიანები რომლებიც მე რომ მოვიწადინო რომ რაღაც ქურდობა დავიწყო და მამაძაღლობა დავიწყო ისინი ნევას არ მომცემენ რა გინა ბეგი თათრიშვილი გინა გია სუხაშვილი გინდა ისინი ბოლოში როგორ ბატონო გელა სიაში რაღაც ნათესავები ახლა ნათესავები კი არ ამყავთ თქვენი პოლიტიკური გუნდი ამოყრებს აწარბოებს ნათესავები არ მოსვლად გედავებიან უკვე ნეპოტიზმზე რა შეასახა არა ნეპოტიზმი კი არ არის ესენი თო ყრიან ხაფსიუდები ყავს პაპა ბებები ყველანი იმიტომ რომ წინაარჩევნებზე ჩემი ნათესავებს დაზრდნენ კარგით ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ბატონო გადაცემაში მომბრძანებისათვის მე იმედი მაქვს რომ თქვენ ხვდებით თქვენ სამომრჩეველს მათ უფრო დაწესებითიან თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ მე
კი გადაცემა ასე უნდა დავასრულო. აქ იყო ნათქვამი ფრაზები, რომ მოვიხადოთ ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე, მე ვთვლი, რომ ადგილობრივი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის, ამიტომ მივუდგეთ ძალიან სერიოზულად საკუთარ არჩევანსაც და საკუთარ ხმასაც. ნახვამდის. კარტრისი პროფესიონალური რჩევები მეურნეობის მოწყობილ